კორტიზოლზეც რომ ჩაწეროთ. კორტიზოლი ვიცი რომ რაღაც ჰორმონია, რომელიც სტრესის დროს გამოიყოფა, ხომ სწორია? არ გამოიყოფა, მისი რაოდენობა იმატებს. ეს არის თირკმელზე და ჭირკვალი გამოიმუშავებს მას და კორტიზოლი არის ერთ-ერთი მთავარი ჰორმონი, რომელიც თავის ხმერე კიდე სხვებს ითრევს. იმისია ქართული სიმღერისო პირველი ხმა რო დაიწყეს, მეორე სხვა იყოლებს და მესამე ჩაითრევსო. ეს ეშვება ზუსტად კორტიზოლი. აი მაგალითად, ძალიან ხშირია ხოლმე ინსულინ რეზისტენტობა კორტიზოლური ტიპის. როცა ადამიანი თვითონ არ აღოს დიეტას, თბილულს არ ჭამს, შუალედები კაი აქვს, მაგრამ დილას აიღებს ინსულინს და ინსულინი არის პიკზე. როცა კორტიზოლი იწევს, მაშინ შეიძლება ინსულინის არდოს და ბევრი სხვა რამე გამოიწვევს. ეს ძალიან დიდი საკითხია და კორტიზოლთან დაკავშირებით 1, 2 და 10 და 15 ვიდეოც არ გვეყოფა. კორტიზოლი საკმაოდ საკვეჩქარება. არა კი, მაგრამ ესე მარტივი არ არის მასზე ლაპარაკი, იმიტომ რომ კი ერთ-ერთი თავი ფაქტორი არის სტრესი და სტრესის შედეგად იწევს მაღლა, ამავე დროს თავისი ცირკატული რითმები არსებობს ძილის დროს, როცა კორტიზოლი ყველაზე მინიმუმს აღწევს, ეს არის ღამის 2 საათი და მაქსიმუმს აღწევს დილის 8 საათი. იმიტომ რომ ხო კორტიზოლი როცა იწევს, მაშინ დილისკენ იცის ხოლმე გულსიძარღვთან წავე ინფარქტები, ინსულტები, სასწრაფოები ძირითადად რო კითხოთ, ყველაზე მეტი გამოძახება დილის 4 საათიდან დილამდე. ხო, და ამიტომ რომ აი ცირკატული რითმებში კორტიზოლის თავის მხრივ იცვლის რაოდენობა. ანუ რომ დაიწევს, მაშინ იცის ინფარქტი, ინსულტი, რომ აიწევს. წესი თუ ადამიანის ნორმალური რითმი აქვს და ნორმალურ წინავს და სვენებული არ ნერვულობს, ღამის 2 საათზე ჩადის მინიმუმამდე. და მე როგორ დილისკენ იწყებს? რატო იწყებს დილ? დასვენებულზე უფრო არ. მესმის, მაგრამ ემზადება ორგანიზმი გასაბგუიზებლად. და ამავე დროს იგივე მომენტი იმის გამო მე მგონა მარტო ნერვიულობის დროს იცავდა. არა, კორტიზოლი მარტო ნერვიულობაზე არა, კორტიზოლი რეჟიმში იყოს მონაწილეობას ყველანაირ ნივთიერებათა სვაში. უფრო მეტი დილისკენ კორტიზოლის აწევასთან ერთად ამავე დროს იზრდება ხარჯი მაგნიუმის. და იმიტომ რითმების ირღვევა დილისკენ. ამიტომ ვისაც ეს პრობლემა გაქვს, საღამოს დილის წინ დალიეთ ხოლმე მაგნიუმი. უფრო კარგადაც დაიძინეთ. ნახე რა კაი რამე თქვი ახლა. მადლობა.